Მემშვიდობისა საქართველებო, დღეს არის 13 ივნისი და ეხლა არის დღის 11 საათი. მეგობრებო, ისევ ამ იმაზე მინდა ხა დიდ ქართულ გაერთიანებაზე საუბარი და რომ დავასრულო. ესე იგი, მე რომ დავდე ის ორი ნაწილი, სადაც ყველა და ყველაფერი ვილაპარაკე, აბსოლუტურად ყველაფერი გაწერი როგორც იყო ისე პერიოდულად. სადრა შეხვედრები მქონდა, სადრა საუბარი მქონდა, მე არაფერი თქვენს არ დამიმალია და თქვენს სულ კულუარებში არაფერი არავისთან არ მომილაპარაკებია. იმის შემდეგ დავით ჭაბუკაშვილმა თავის გვერდზე დადო პოსტი, რომ ესე იგიო ჩვენს ახალ გაერთიანებასო გამოუშენო მტრებიო და გამოუშარო სექტაო და სექტანტებიო და ამის შემდეგ მეგობრებმა, წავიკითხე კომენტარები, წერდნენ ადამიანები, ვინ არის ბატონო დავით ეს სექტანტი ან სექტა, ვინ გიშლით ხელს, ამე თქვი. ესე იგი, კაცი პასუხს სხვას პასუხობდა, აბსოლუტურად. მე როგორც გავიგე, პირადშიც მიუწერიათ ზოგიერთებს პასუხს არ პასუხ, მე ხო ვიცი ხა, მაგას ჩიტი ვინ არის? ხო ვიცი ხა, შემზე რო ლაპარაკობდა. ხო? და ეხა მე რისი დამტკიცება მინდა კიდევ. აი მე რასაც ვამბობდი, იმაზე რომ ბეჭედი დაგისვათ, რომ ესენი არიან საპატრიარქოსგან ხელდასხმოლებით ხო. რატომ? და საიდან გამოუჩნდა ხა ამას ფული? იმიტომ რომ ისევ როგორც ვიადის დააბრალეს სექტანტობა და ანტიქრისტე ხარო და ეკლესიიდან ანათემას რო გადასცეს და ესე იგი ეკლესიაში რო არ უშვებდეს სანთელი რო ანთო და რო არ ელოცა ისე ჩემზეც კიდე ზუსტად იმავე ტექნოლოგიით დაიწყეს ახლა ბრძოლა, ახლა კი არა, რამდენი ხანია კაცო, რომ მე ვარ სექტანტი. ეს არის ეს უკვე 3 წელიწადია, ახლა უფრო გააქტიურეს. გამიგეთ? ამაზე მე მქონდა კიდე საუბარი. ეს არის პირდაპირ საპატრიარქოს ხელწერა. პირდაპირ წყალი რო არ გაუვა ისეთი. და ამან კიდე ავტომატურად გაიმეორა ის, რასაც იქ სამზარეულოში ჩვიფავდნენ. გესმით? და ამას ათუნდა ახლა ფიცი მტკიცი რომ არა ბატონო, შენზე არ იმითქვიაო, რომ მითხრას ახლა დაუშვათ, ხო? მაგერ არის ფაქტი ბატონო. ხო? ხო ამბობდი, არა კაცო, ჩვენ არა ვართ იმის კაციო. ხომ ყოფილ ხარ იმათი კაცი? ხომ ყოფილ ხარ იმათი აგენტურა? დავით ჭაბუკაშვილო. არადა, ესე იგი, რამდენი რაღაცაში ვამხილე. ხო? ორი ნაწილი, 45, მეორე 39 წუთიანი იყო, ხო? რამდენი რამე ვილაპარაკე, რამდენი რამე ხელის გულზე დავდე. ვერც ერთზე პასუხი რო ვერ გასცა კაცმა. ვერც ერთზე რო ვერ გაიპარავა თავისი თავი. ვერც ერთი ის ვერ მოძებნა. გამიგეთ? და მომიბრუნდა და ესე იგი, რაც საპატრიარქოს მრევლოზარმა იცის ისე, პირდაპირ შეტევაზე რო გადმოდია, ხო? აი ეს სექტანტ და სენისა და ის ვაი, ერთხელ მაინც ბიჭო, თუ არ შეგწვა ამდენი ხალხის წინაშე, აი ცილს წამებს ეს კაცი მაინც გეთქვა, კაცო და თუ ცილს წამებს რო იტყო, მაშინ უნდა თქვა, რაში წამებს ცილს დავითორდია, ხო? დამიძახე ან და დაგეძახრა მანამდე ტელევიზიაში. ხო? აი გაგეправებინა შენი თავი. ხო გამოჩნდებოდა მე ციხეში გამოჩნდება თეზი და შავიო ის ვინ არის? მე რა ვთქვი კიდე? ბოლოს რომ მიაწერე იმ შენ პოსტში, რომ ჯერ კიდევ გიდევს. რა ფერო ესაო კაცო, ადამიანსო. რითი დაიწყო, ნახეთ, ღმერთის არ წამსო, ნახეთ რითი დაიწყო.
მე გავითხოვდია ღმერთის ამცავს რომ გესმი მერეო გარდამოს ცეცხლის გარდამოსვის არ წამსო სიარების არ წამსო და ისა რა ქვია არ დგომისო და მიაღო დაце ყველაფერი ბიჭო რადონის გოიმი ხარ ჯერეთი და რადონის მონახარ ორმოჭილი აი ამ ურია საპატრიარქოს ხო გახსოვს ერთხელ მე რომ დაგირეკე ჩატში და რომ გელაპარაკე ხო გახსოვს მე რო გითხარი პირდაპირ კარტი რო გაგიშალე რა რას ლაპარაკობ ისა დამბრალებლისო მე რო საპატრიარქო ილიას კაცი არა ვარო და აი ეხლა გეუბნები დავით ხო მისმენ ახლა იქ რაც შეიგინე იმაზე გეუბნები დაუს დაუბასეს ჩარის ბესის და შაშისაც და პლუს კიდე ერმლინემსაძეს გინება ხო შენ ხარ აგენტი რომელმაც დაიწყო ამათი შეკრება ოღონდ იმათი ზურგით და ის დადე რა ქვია იმავე მეორე დღესვე რომ აი საო თურმე ჩვენ მაშინ არჩევნებში ვაპირებდით მონაწილეობასო და თითქოს ეს იყო რაღაც მთავარი მე ისე თქვი აი ესე რა ქვია იმიტომ რომ დემურის ეს განზრახვა ქონდა თავიდანვე და იჭვიანურად აზროვნოს და კაცი და იმიტომ რომ ნახოთო რამდენი შეკრებაო პირველი იმდენი გავშალოთო ფეხი რამდენი საბანი გაყობაო იმ პრინციპით გამიგე თუ ესა მე კიდე თურმედი კიდე უფრო მეც დავსახავთო გეგმებსო და ასე თუ წავიდა მე იდეაში კონდათ რომ სავარაუდოდ არჩევნების მაგრამ ვერ შეიკრიბა ბატონო პირველ ჯერზე იმდენი ხალხი მეორე და მესამე კი გასვლები კონდათ მაგრამ აცი კი გააკეთებენ ისინი გამიგე და ამაზე იყო თუ ეს საერთოდ იყო შენ მთავარი აქცენტი იმ კომენტარები დაწერეს იქ მეგობრებო და იმასზე ეს დაიხვია თითქოს თითზე და თითქოს ეს ყოფილიყო ჩემი მადამი ასე ვთქვათ რაღაც პრეტენზიათან ისა რა ქვია ბამხილებელი საბუთი და ის დანარჩენზე არაფერი არ თქვა დაიყურვა და პირდაპირ ადგა და სექტანტი არის როგორც ისე როგორც საპატრიარქოს შნირები მივცელებენ ამას აქაც და ყველგან საქართველოში ლაჩარი ხარ შენ დავით ჭაბოგაშვილო ლაჩარი შენ რო იმის ერთი ადგილი გქონდეს აი ხო გახსოვს ბოლოს აბა თუ იმის ხა ვერ გამეორე იმის თუ ამის ადგილი გაქვს მაშინ დაგვეტაკეოდა ხო დაგეტაკეთ ამქონია ის ერთი ადგილი და შენ თუ გაქვს ის ერთი ადგილი დამიძახე მაშინ იმ ტელევიზიაში სადაც ახარ თან სადაც ახალსდი თუ მანამდე კიდე და ჩაჭი ჩავერდეთ კაცო უბრალოდ მაგრამ სადაგაკში ამის ვაშკაცობა ან რა სიმართლით რა შუბლით უნდა მელაპარაკო და უნდა ელაპარაკო ხალხს ეხლა ჩემს იმას გაგისლით ბოლომდე ესე იგი მალუმო ესე იგი დავით ჭაბოგაშვილი იყო პიროვნება რომელიც ამოირჩია საპატრიარქომ და ამის მეშვეობით შეეკრიბა ეს სამი პიროვნება იმან რო თქვა ჭაბოგაშვილმა რო თქვა ისინი მოვიდნენ ჩემთან მებად ისე მეკითხებია მე ხო გითხარი ეს წყვილია შენ მიხვედი ზურაბისთან და შენ მიხვედი იმათთან ზურაბი და გიგლა რო იყვნენ შეკრებილი და შენ შეესტავაზე რომ შევიკრიბო თქო და გავერთიანდე თქო ხო საბაბი ის ქონდა შენ რომ ხელსიკის კავშირის რაღაცა ვარო მაგრამ შენზე ნაკლები არ ქონდა იმას ავტორიტეტი ზურაბ როჭიკაშვილს და მას ორგანიზაციაც ქონდა რა ქვია საქართველოს შვილები ჩამოყალიბებული და დამტკიცებული ყველაფერი ნუ კარგი მაგრამ შენ მიიტანე მათთან ამბავი ჩუმჩუმელად რომ ბიჭებო გავერთიანდეთ ასე მაგრამ ზურგი გვექნება ნუ გეშინიათ ყველაფერი წვანე ანთებულია გასაგებია ვისგან და ამიტომაც იმაზე არ ვთქვათ არაფერი ნუ რა თქმა უნდა ხა ესენს დაეთანხმნენ ამაზე მე რო არ დავთანხმდებოდი ეს ყველა მიცოდა და სწორედ იმიტომ არ გამიგარეს გესმით რაშია საქმე მერე დემურისაც გაუხსნეს ყველა კარი ტელევიზიებში ჯერ დი ტელევიზიებში არა მაგრამ რაც კერძო ტელევიზიები რაც მინი ტელევიზია ის
ინტერნეტ ტელევიზიები, პოდკასტები, რაღაცები ყველგან მოუხშირეთ ძალიან ასე გამოსვლებს. და ამასობაში მე დამბლოკეს ყველგან. მოგესმით? ეხლა რა მოხდება ცოტა ხანში? ესე იგი, ესენი გაერთიანებენ ყველა იმად და ყველა ვიცი სახელი და გვარითაც. ყველა ვიცი აბსოლუტურად სახელი და გვარითაც. ეხლა ზუგდიდში კიდე ვისთან აპირებენ ისიც ვიცი, არა ის მერაბშონიაგი იქნება და კიდე ვისთანაც აპირებენ ისიც ვიცი. აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე ამ საქმეში ჩახედული კი არა ვარ, მოხარშული ვარ და შემწვარი ვარ ამ საქმეში 33 წელი მე არ გავსულ ვარ არსაიდან, ვიყავი საქართველოში, ვიყავი ზუგდიდში, ვიყავი ყველგან და ყველა ვიცი ზეპირადად. ვინ და რას წარმოადგენს. გაერთიანებენ ყველა იმად, ჯუნჯუმელად, რა თქმა უნდა, იქ ვინც ილიას ის არის და აქეთ ვინც გერასიმეს გადაბირებულებია და ვინც მეგობრებია და ძმაკაცებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა გეკითხებით თქვენ იქ რომ პირველ შეხვედრაზე ზვიადი რომ ძალიან დაიჩემეთ. მე ერთი სიტყვა არ ვიტყვია ზვიადზე იქ. არ მიხსენებია. არა თქვენ იჩემებდით, იმიტომ დაზე თემო გიორხელიძე მანკი იძულებული გახდა ადამიანი, რომელსაც ზვიადი გამსახურდია საერთოდ არებით ნავებოდა კი არა. მოგესმით ეხლა, მაგრამ ის იძულებული გახდა უკვე, იმიტომ რომ უნდა ეხლა სიამოვნოს გამიგე, მაგას ერთი-ორი სიტყვა თქვა რაღაცა დადებით. მოკლედ, ეხლა რას გეტყვით, იცი? ზვიადი ცოცხალი რო იყოს, ნეტა რას გეტყოდა და რას გიზამბათ ვიცით. რატომ იცით? იმიტომ რომ თქვენ რო შეიკრიბეთ აქ და ჩემ სახელს რო ურახუნებ და ჩემ კულელი აქ გიზით და მისი ბანდა რო გიზით, კულელების ბანდა საპატრიარქოს სახით, ამანზე კრინც არ ძრავთ. იმათი თაოსნობით გინდა და ჩუმჩუმელაობით რაღაცა გინდათ რო გააკეთოთ და მე ჩემ სახელს აპრიალებთ, ხო? და ეს თქვენ წარმოგიდგენთ მე რას გიზამბათ. ასე რომ შენ დავით ჭაბუკაშვილო ცენტრალურ საპატრიარქოს აგენტი და აი როგორ არის და როგორ ძველად რო იყო ვორივ ზაკონი რო იწვია ხო? იყო რამდენიმე ყველა არ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ზოგიერთი ქურდი რომელსაც ადრე რომელსაც ნება ქონდა დართული მთავრობისაგან. გასაგებია ხა დეტალებში არ ჩავსვები. შენ კიდე ასე ხარ ეხლა? ნებისმიერი ორგანიზაცია, ნებისმიერი საქართველოში პარტია თუ გაერთიანება თუ ტელევიზია თუ რაც არის, ყველა არის საპატრიარქოს მიერ ხელდასხმული. ან ღიად, ან ჩუმჩუმელად. შენ კიდე ასე ხარ? საპატრიარქოსგან კანონით ნებადართული, მაგრამ ჩუმჩუმელად. და ამას რატო აკეთებენ ხა იმის თქმა მინდა. გახსოვთ თქვენ გახარიას პერიოდი, ხო? მაშინ რომ დაიძაბა თუ გახსოვთ საპატრიარქოსა და მთავრობას შორის სიტუაცია. სხვადასხვა ზიბროს მოხდა ილია ციანიდით არაფერი ციანიდ და ის იქ არ იყო. არაფერი ის მამალაძე კიდე ტყუილად აწამეს, მაგის პულელიც მე ვიცი ვინ არის, უბრალოდ ჩამდენი და ვინც აპირებდა პატრიარქის იმას. მე ეს ერთხელ ვიდეოში ხილებაში მქონდა, თუ იმეს გახსოვთ, კარგია. თუ არა და კიდევ გავიმეორებ ცოტა ხანში, რომელიც შემდეგ დაიმალა ეს ინფორმაცია და ეს საწყალი მამალაძე კიდე გონი გამოუშვეს ახლა, მაგრამ დაინვალიდებული. კაცი, რომელიც ითხოვდა ესე იგი პატრიარქთან მისვლას, პატიებას და იმას, რა ქვია, ზიარებას. გამიგეთ? და არა ვეუბნებოდნენ. არა, არ მეუშვეს. თქვენ წარმოიდგინეთ. კაცი არ მეუშვეს ზიარებას. გესმით? კაცი ზიარებაზე არ მეუშვეს. არაფერი, რა თქვია, აყურყულამეს ციხეში, გამოიყვანეს ინვალიდი. წაართვეს ნახევარ ცხოვრებაზე მეტი ადამიანს. გესმით? და ეხლა გეტყვით ეხლა პრინციპს, თუ როგორ მუშაობს ეს პრინციპი. ეს მე მქონდა
ხაზ არ მახსოვს რამდენი მხილება გაკეთებული და რომ ციფრით რისკობრივად არ მახსოვს რომ მხილებაში იყო, მაგრამ სათაური იყო, ზოგადად სათაური იყო ასეთი სამყარო, სადაც სატანა მეფობს. გახსოვთ ეს ზოგიერთებს, ხო? რომ ესე იგი, იმათი მეთაურობით, იმათი ხელდასმით და იმათი ასე ვთქვათ, მასონებზე მაგსაუბრა, მას სატანიზმს უზარდება მაგ ილუმინატებს. ოღონდ თქვენ გააკეთეთ, რაც გინდა ისკენით, თუ გინდა ერთმანეთი კალით, ერთმანეთი მოკალი, გინდა მაგინეთ რაღაც ოღონდ ჩემი ნებართვით. ოღონდ ჩემი ნებართვით. გამიგე? ეხლა მე აშკარა მაგალითი მინდა მოგიტანო თქვენ. რაც ხელსხელია და რა ყველამ კარგად იცით. თქვენ ხომ ეხლა უყურეთ ახლა მთელმა საქართველოს მერაბ დვალიშვილის ჩხუბს, ხო? კი ბატონო. ყველამ ნუ ეხლა ყველა ვერ ნახავდა მაგას, მაგრამ ეს დაგანახეთ მე თქვენი იმაში ერთ-ერთ მხილებაში, მაგრამ ვისაც გახსოვთ რა ვიცი. მაშინ იყო ისა რა ქვია ჩეჩენი რო ებრძოლებოდა ეგ ირლანდიას, ახლა სახელები და ისინი არ მახსოვს. ხო, და მაგაზე გაიკეთეთ გამახვილება, ყურადღების გამახვილება. ესე იგი, არენაზე, რინგზე, ქვემოთ ეხატა აი ამ ხელა სიმბოლო ხეცისა. ანუ ის სამი ბჭყალი, აი ესე ის არის რა ქვია, მწვანედ რო არის. ეს აგერთვე არის ენერგეტიკულ იმებზე და იცით ხო, ეს არის ხეცის ბჭყალი და 3-6-იანს ნიშნავს. და თუ დააკვირდით, რომ ეს რინგი, სადაც დვალიშვილი და ომალი ესე იგი რომ ჩხუბობდნენ, იქვე იყო. და გვერდით ანძებზე კიდე, კუთხეებში კიდე ყველგან ეს სიმბოლო იყო. ეხლა კიდე რო ჩამოვიდა მერაბი და რო ჩამოიყვანა ის ამერიკელები და მგონი თავისი მწვრთნელია თუ ვინც იყო ის მაღალი ბიჭი რო არის და კერკას რო არის შოვის, კერკას. და იმ კერკაზე ისევ ის მწვანე სიმბოლო რო არის, ესე ჩამოფხაზინდა 3-6-იანს როსის, ეს არის ხეცის ბჭყალები, ხო? არის შორებს. სხვა კერკას ვერ დაინახავს მაგას. და რას ნიშნავს ახლა ეს? ისინი გეუნებიან ჩემი ნებართვით, ჩემგან. შენ მიიღებ ყველაფერს. გააკეთე რაც გინდა ის, ოღონდ ჩემგან დასტურის შემდეგ. გესმით? მე ახლა საქმე არ მაქვს იმასთან, მერაბისთან არაფერს არ ვურება ამას. მე გეუბნება ზოგადად, როგორ ხდება ეს მსოფლიოში. ზუსტად ანალოგიურად ხდება საქართველოშიც. რატომ ისე ესენი კიდე იმის ვატიკანის ფილიალი და მასონები ილუმინატები და მთელი მამაძაღლობა აქ არის. ესენი გეუბნებიან. გინაღიათ გიაჩუმჩუმელად. გინდა ეს რამა, კი ბატონო გააკეთე, მაგრამ ჩემი ნებართვის გარეშე ვერ გააკეთე. გინდა გაგიფორმო, გინდა არ გაგიფორმო, უნდა სიტყვიერი გინდა წერილობითი, მაგრამ მე არ შემეხო. და რაც გინდა ის გააკეთე. აი ეს არის, ასე მუშაობს ეს პრინციპი. შემდეგ ისიც გაიხსენეთ გახარიას დროს, რომ აი ეს ნამხედრიანი რო იყო ერთი ისა მოდელი თვალზე რო ჩაერთო, უпросто ჟურნალისტი ჩაერთო მას და ნამთვალები იყო და დედაუტრიალა ყველას ერთად. ხო გახსოვს? ო, და მე განახებთო, მე თქვენ რა არის ეროვნული მოძრაობა. იმიტომ რომ თავობა და ეს ერთმანეთს რაღაცა წაეკიკლავდნენ, წინები ვერ გაიყვეს. გესმით? და სულ მე რამდენჯერ მითქვია, რომ აი ახლა ესენი კიდე დაიწყებენ იმას რა გვია თქო. ეროვნულ მოძრაობას მეთქი. დაიწყეს ახლა, აი ეს არის ის სწორედ ის. გამიგეთ? ოღონდ საპატრიარქოს ეგიდით. მაგრამ იმას რა აქვს თავში და მიმართულება ეს მე კი ვიცი, მაგრამ მე გეტყვი ცოტა ხანში. ისეთ რა არის, ესე ამას მაგ შეკრიბეს ხალხი, მაგრამ არ აქვს პროგრამა. ესე იგი არ აქვს მიმართულება, რას აკეთებენ, ნუ, კაცო, ეხლა ის ჭაბუკაშვილი რო აკეთებს იმას მაღაროების პრობლემა, კაცო, ეს ყველამ ვიცი. ეს ტელევიზიაშიც იყო, ეს Facebook-ზე და Instagram-ზე და ყველგან ეგ არის. გესმით? თქვენ რას ეუბნებით ახალს? თქვენ ახალს რას ეუბნებით? რა პროგრამა გაქვს? რითი მოდიხარ? აი ბიჭო გავიგეთ ზვიადი რო არ ყოფილიყო რა ასიზამდით ახლა დღეს თქვენ. და გეყოფათ ეს იმით რა ქვია მანიპულაცია და სპეკულიანტობა ამ გარდაცვლილით კაცო.
ის რო აკეთებდა იმის მიათესეს არც გაიკეთებიათ და ვერც კიდე გაბედავს. ამიტომ მეგენი ცოტა ხანში შეკრიბავენ. კი ბატონო, ხალხსაც შეკრიბავენ ყველაფერი, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არის ყველაფერი საპატრიარქოს ზეგით. ეგე მე რა მშვენია რომ თქვა ისე. ჩვენ მე იმას შევიტანთო, რა ქვია, სინოჩიო, იმიტომ რომ სინოდი უფრო მეტი არისო ჩვენთვის, ხო? იმიტომ რომ სინოჩი ყავთ ყველას მეგობრებიც, მაგაცები. რა თქმა უნდა, აბა როგორ? უბრალოდ მეცოდება ეგ ორი პიროვნება, ეს ზურაბი და გიგლა. მეცოდება, იმიტომ რომ მაინც. კარგი, ეს არის ჩემი ასე ვთქვათ დღევანდელი ლაივის გადმოსაცემი ინფორმაცია, რომ მე ვარ თურმე სექტანტი, ეს გაიმეორა, მე რო გარდამოსვლა, ცეცხლის გარდამოსვლა, ვაიმე, სად არის გაკვეხილი და რა მეოთხე ხარისხოვან მაშინ აყვანილი რა საგოიმეჩი. გამოჩნდა რომ ეს არის საპატრიარქოს დავალება, კი არა ჩუმჩუმელა პროექტი. შეკრიბავენ ისეთ ხალხს და მასაც რომ ბევრსაც გაუხარდება, ბევრი შეჭამს. კი ბატონო, იარა დას. კარგი, დავამთავროთ ახლა ესეთი. კარგი, მზადდებოდეთ, დაელოდეთ კიდე სერიოზულ რო შეგვიდეთ იმ განცხადებას გავაკეთებ მალე. იაპონიიდან და მაგაში მისცეს 75,000 მოდითქანვე ასე მოსგამს ქართველებს, მუდამ ჩვენ სიმსივრეს მივსტიროდით, მაგრამ მტერი აურაცხელი ვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები. ბანაკი, მომავალში კონგრესმენები მრავალპარტიულ არჩევნებსაც ბოიკოტს უცხადებენ. ამავდროულად ფორუმში დარჩენილი ჭანტურია წერეთლის ფრთა ქართველი ერისნების ერთადერთ გამომხატველ ორგანოს, საქართველოს ეროვნულ კონგრესს ქმნიდა. ზვიად გამსახურდიას ფრთას უპირისპირდებოდა და პარალელური არჩევნებისთვის ემზადებოდა.
ჩემი მოსვლისთანავე აი პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება. აი ჩემი პირველი მიზანი იყო ის, რომ როგორღაც ჩვენ ერთად ყოფილიყავით და განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ ვაქცევდით ჩვენს ინტელიგენციას. აი სარწმუნოება სჭირდებოდა ინტელიგენციას და ინტელიგენცია სჭირდებოდა ეკლესიას. და ეკლესია სჭირდებოდა ინტელიგენციას. ჩემი მოსვლისთანავე აი პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება. წელიწადი კათოლიკოს პატრიარქია. მე რო ვიყო, კარგი კაცო, მე ვინა ვარ, მესაც შემიძლია ასეთ რაღაცა, ხო? კათოლიკოს პატრიარქი 44 წელიწადი. ვერა და ვერ გაართიანა. პირიქით შედეგი რა არის? აბა თქვენი თქვით. არ მინდა ხმამაღლა. გულში თქვენ თავს უთხარით.